მოგესალმებით მეგობრებო. ხოვნა იყო ესეთი გაშლა გამეკეთებინა ურთიერთობებზე, სადაც ასაკობრივი განსხვავება. ვარიანტს გავაკეთებ ორს. პირველი ვარიანტი იქნება წყვილზე, სადაც თქვენი პარტნიორი უფროსია თქვენზე. მეორე ვარიანტი იქნება სიტუაცია, სადაც თქვენ ხართ თქვენს პარტნიორზე უფროსი. მოდი გავარკვიოთ, გავიხილოთ ესეთი რაღაცა. თქვენ და თქვენი პარტნიორი. მოკლედ. თქვენ და თქვენ პარტნიორს გაქვთ ძალიან თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან ყოველთვის აკვირდებით, მაგრამ თქვენ უფრო აკვირდებით მას. თქვენ პარტნიორი არის ხარისმატული ადამიანი, შეიძლება რაღაც დამოკიდებულებებიც გქონდეს, რაღაც მიჯაჭვული იყოს რაღაც მავნეჩვევებთან, ეს იქნება სიგარეტი, ალკოჰოლი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან ბავშვურად გიყვართ თქვენ, აფასებთ. ემოციების კრიტიკი ნახოთ აქ. გასაგებია, თქვენს სწორედ თქვენ პარტნიორს. გასაგებია. აქ მამაკაცია საუბარი, რაღაც სირთულეებს ეკიდება ფინანსებთან დაკავშირებით, დაკავებულია და თითქოს რაღაც ფინანსურ საკითხებს ზეა კონცენტრირებული, ამით მაინტერესებს, ხო? ხანდელი სიტუაცია თითქოს აინტერესებს Iena ფინანსებს კონცენტრირებული. ძალიან როგორ გითხრათ, ბევრ რამეზეა კონცენტრირებულია, ხო? კიდევ 15 არ ახლა 15 ენერგიაში იმყოფება. არაფერს არ მოქმედებს იმისთვის, რომ რაღაც შიშებს დააღწიოს თავი. და გამარჯვებულად იგრძნოს თავი. ერთი სიტყვით, აინტერესებს პერსპექტივები თქვენ შორის. როგორი იქნება მასე? ერთად თასების რომელიღაცა თქვენთაგანი რომელიღაცა თქვენთაგანი ერთმანეთს ანახეთ სხვადასხვა სახეს, ანალოგიური რამდენიერი ვარ. აღიქვამთ თქვენს პარტნიორს ისე, რომ ბევრი სახე აქვს, შეუძლია ისიც იყოს, ესეც იყოს, შეიძლება ბევრი პროფესიაც გქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი სახე უჭირავს ხელში. ეს არ არის ნიღაბი, მათ უარებ და რამე აქ არ ამოდის. სახე, შეიძლება ბევრ პროფესიაშიც იყოს ჯართული, ან ბევრი რამე ეხერხებოდეს. ძალიან ლამაზია. ეს კარგი ძალიან მომწონს თქვენი პარტნიორის სიყვარული გრძნობები არის. ცოტა ეგოიზმიც ჩანს, 19 არკანი ამოვიდა. მაგრამ ეს თაფლი ფიჭან სიტკბო არის თქვენი შორის, ვერ ვიტყვი, რომ არ არის. მაინტერესებს რა პერსპექტივა აქვს თქვენს ურთიერთობას.
დროთა განმავლობაში რაღაც სიმართლეებს არ ვკვებთ ერთმანეთზე, თქვენი პოზიციიდან. კი, თქვენი პოზიციიდან და პარტნიორის პოზიციიდან. პარტნიორმა თითქოს ყველაფერი ისევე ციცის თქვენზე. თავშვიდად გრძნობს. მოქმედებთ ორივე, რასაკეთებთ ურთიერთობისთვის გავარკვიოთ. რასაკეთებთ და ერთმანეთისთვის მოაქვს ტრანსფორმაცია. როგორც ჩანს, ეს ადამიანი არის კარმული, წამი სხვადასხვას დავამატებ ახლა. ეს ადამიანი თქვენთვის არის კარმული. ტკბილი დამოკიდებულება გაქვთ ერთმანეთში, გრძნობები ჩანს. პატარა საიდუმლოებები ჩანს. კი არის აქ. შეიძლება რაღაც საბუთების სფეროში იყოს საიდუმლო. როგორ გიხსნათ, საიდუმლო რაღაცას მალავს, რასაც ფურცლებზე გამუდმებით წერს თითქოს რაღაცას ინიშნავს, კითხულობს ბევრს. რაღაცებს სწავლობს თქვენი პარტნიორი. რაღაცას ამოწმებს. ინტერესებს. თქვენ როგორ ხართ მისთვის? თქვენ როგორი ხართ მისთვის? ამბობს ის, რომ თქვენ გიყავთ ფინანსები, გაქვთ ყუროცხადი აქვს. აქ ყუროსთვის ეფებია ფინანსების სიყვარული. თქვენ უაზროდ არ შეგიძლიათ ფული დახარჯოთ რამეში, იცით რაღაც თანხას შეაგროვებთ. რაღაცისთვის დაზოგავთ იმისთვის, რომ ხვალინდელის ეკინდელი დღე ხომ ჭირდებაო. იცის, რომ თქვენ ინტერნეტითაც შეგიძლიათ თანხა გამოიმუშაოთ. თქვენ შეიძლება რაღაც სფეროში ცნობილიც იყოთ. არ ვიცი, სადაც ალბათ მე-17 არგანი. ან ინტერნეტი იქნება, სცენა, რაღაც ხალხი გიცნობთ თქვენ. მოდი ახლა ვნახოთ თქვენი პარტნიორი როგორია. თქვენ რას ფიქრობთ პარტნიორზე? თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი არის ძალიან ძლიერი ადამიანი. ლომი ხატი აქვს, მზე ენერგიით სავსე, ცოტა ეგოისტური რაღაც ახასიათებს, მაგრამ უშრეთი ძალა აქვს, უსასრულობის ნიშანი მათი აქვს. მომენტებში თქვენ ფიქრობთ, რომ მომენტებში რაღაც აგრესიული ხდება, თითქოს აქვს რაღაც განშტოების მომენტი, მუშაობის დროს, სამუშაო პერიოდია, აქვს რაღაც აგრესიები, თქვენ ფიქრობთ ასე? კი, აგერ პირდაპირ სამუშაოს კარგიც ამოვიდა. თქვენ მას ხედავთ რაღაც ფორმაცია მუშაობის დროს, არ ვიცი რა სფეროში მუშაობს, მაგრამ ფორმაცია. ხო, თქვენ ფიქრობთ მასზე, რომ მას შეუძლია მას აქვს რაღაც ბევრი ინვესტიციები და რაღაცა თანხას აგროვებს რაღაცისთვის, რისთვის მაინტერესებს. სახლში რაღაც შენაძენისთვის, არ ვიცი, შეიძლება ავეჯი იყოს, შეიძლება რაღაცა ნივთი, რაღაცა სახლისთვის აგროვებს და თვითონ პირდაპირ მნიშვნელობით ეს სახლისთვის შეიძლება. ან სახლის რაღაც ნივთისთვის მოკლედ. აგი იცით რომ უყარს გემრიელი ჭამა, უყარს როგორ უყარს ცდები,
მარტო გემრიელი ჭამაკი არ უყვარს. გემრიელ რაღაცას იყიდის და იმ გემრიელს ჭამს. მოკლედ თქვენი მაინტერესებს ერთი წამით და როგორ შეიძლება თქვენი ურთიერთობა რო გაგრძელდეს, რამე საფრთხე ხო არ ელოდებათ ასების თვითობა. ნუ კარგია, ემპათები ხართ ერთმანეთის მიმართ, ხანდახან ერთმანეთის უსიტყვოდაც იქესმით, ძალიან კარგი კარტია მოვიდა. გესმით, მაგრამ ეს რატო ამოვიდა? გასაგებია, ახლა მივხვდი, კი გესმით, მაგრამ მომენტებში თქვენ შეიძლება გადაიქცეთ ხმლების დედოფლად. ხმლების მეფე ამოვიდა, აქ ხმლების დედოფლად. მოკლედ, ერთმანეთის შესაფერისები ხართ. იმიტომ რომ ხმლების დედოფალიც ამოვიდა და ხმლების მეფეც დასტაში. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მოკლედ ჩამაწერი. როგორია თქვენი პარტნიორი თქვენზე უფროსი თუ არის. შემდეგი ახლა ვამზადებ ესენი გადავალაგოთ მეჩაურია კარტები. გადავარჩიო მინდა ესენი ცალკე ესენი აქეთ ეს ამ დასტაში. ეხლა გავაკეთებ ფაშლას. როდესაც თქვენი ეს ამ დასტას შევუერთოთ, როდესაც თქვენი პარტნიორი არის თქვენზე უმცროსი. გავაკეთებ ეს ფაშლას. ესეც არჩეხო გარემ. ხოტრები ამოვა. ესე იგი, თუ თქვენი პარტნიორი არის თქვენზე უმცროსი. ნახოთ თქვენი სიგნიფიკაციები, თქვენი ორი კარტი ერთად ამოხდა. თქვენ და თქვენზე უფროსი, თქვენ და ის. თქვენ გიყვართ გართობა, გიყვართ ფლირტი, უიდედა. მამაკაცის ენერგია ამოვიდა პირველივე. ალბათ მამაკაცებმა უფრო მამაკაცებმა ჩაიფიქრეთ თქვენზე პატარა პარტნიორი, უცბილები მამაკაცი ამოვიდა, რომელსაც უყვარს ფლირტაობა, გართობა. მაგრამ ამ ეტაპზე ფეხი აქ შეკრულ გაჩერებულია, თვითონ დაიბა თავი, ეს კარგია რომ დაიბა. თქვენ ერთ-ერთი პარტნიორი მარტოსულად გრძნობს თავს, მოკლედ. კარგი გავაგრძელებთ ახლა. თქვენ ურთიერთობას აკლია რაღაც რა აკლია, ინტერესებს. წამით ახალ ეტაპზე გადასვლა. აქ ამოდის ისიც, რომ ხშირად საუბრობთ, მიმოწერა გაქვთ ინტერნეტით, ეს ინტერნეტსაც ნიშნავს, ანუ როდესაც ერთად არ ხართ და აქ ისე ამოდის, რომ ხშირად ერთად არ ხართ, შეგცეულები ხართ, მაგრამ მაინც ერთმანეთზე ხელი გაქვთ მოკიდებული, ეს ჩაბღაუჭებული ხართ ერთმანეთზე. ახლა ამ ქალბატონ პარტნიორზეც უნდა ვილაპარაკო. ქალის ენერგიები ქალბატონს, არის თქვენ ხართ თქვენი პარტნიორი, ქალზე აქვს საუბარი. ძალიან ბევრი დახვანისმცემელები ყავს. რამდენი მამაკაცი სათხე გრძელოს ვავს, ლამაზ ქალს გაუმარჯოს.
თაყვანისმცემლები ძალიან სექსუალური პარტნიორია. კარმულია ეს ადამიანიც, ბედის პორტალი ამოვიდა. ძალიან უძრო არ გდომებოდათ. სამყარო მაინც შეგახვედრებდათ ერთმანეთს. იცით რა, ვიღაც არის გაფრაზებული თქვენი ერთად ყოფნით, ვიღაც მესამე პირი არის. ის მესამე ვინ არის? ახლა დავადგენ. ჩიკოლის კარტით. მოდი ვნახოთ ვინ არის მესამე. მესამე არის ადამიანი. ვიღაცა ორი პენტაკლის ამოვიდა, მაგრამ ზოგადად ვიღაც არის ვიღაც ვინც გითხოვთ თვალყურს გადავნებთ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს თქვენზე დაგროვილი. ცნობილია რა უნდა. და კამათი. აი ეს ვიღაც რომელიც გითვალთვალებს ფიქრობს რომ უღალატეთ. ან მოატყუოთ ამაზე არა რა ხდება მოდიება გავარკვიოთ. ასე გიფი. ძალიან მიტოვებულად თulis ეს ადამიანი იყოს. ანუ ამ თქვენ ურთიერთობაში იყო ვიღაც, რომელიც ეხლა ნაწყენია, გითვალთვალებთ, რაღაც ინფორმაციებს კრებს, შეიძლება სოციალური ქსელებიდან, შეიძლება ისე პირდაპირ გამოდის, რომ გითვალთვალებთ, აი შეხედოთ. პირდაპირ, სადღაც დაგინახათ ერთად, სადღაც რაღაც სიტუაციაში ერთად გნახათ და იმის მერე ცოტა აგრესიული გახდათ თქვენს ურთიერთობაში. ეს ახალ მომეწონა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ ურთიერთობაზე რაღაც ძალიან შაუბნელ ხრიკებს მიმართა. დამძიმა თქვენი სიტუაცია წასვლაზე მოკლედ თქვენს დაშორებაზე ვფიქრობ რომ რაღაცა ერთ-ერთი და წავიდეს და ერთად არის პირდაპირ რიტუალის კარტი ამოვიდა. ესეა რომ როგორ თანმიმდევრობით ამოვიდა ყველაფერი. კარგი, რა პერსპექტივები აქვს თქვენს ურთიერთობას ერთად? მათიანი პენტაკლი არა ცუდი. ძალიან მეგობრა, რამდენი ძაღლია. მეგობრულები ღმერთმა დაგიფაროთ და ერთად რო არ იყოთ, თქვენ მაინც ერთმანეთს მეგობრები დარჩებით, მაგრამ აი ეგ უყურეთ რაღაც თამაშს აქვს ადგილი. რომელი თამაშობთ? ნახოთ თქვენი პარტნიორი. აჰა. თქვენ ოც ორიანი ამოდის ოც არჩევანის კარტია. არჩევანის წინაშე გეხართ და თქვენი პარტნიორი მოდიოთ რაღაც ფინანსების დაზოგვაზე, ფინანსების რაღაცებს ამასეთ საკითხზეა ჩართული და სად არის გრძნობები? მანახეთ გრძნობები, გრძნობების აღდგენა ხდება. მაგრამ ყურეთ როგორი სიტუაცია, ერთმანეთისკენ იშორ თითებს. გულში არ ამოგთხრა მართლა. გულში ამბობთ, რომ შენი ბრალია ესე რომ მოიქეცი, შენი ბრალია ისე მოიქეცი. რაღაცა დასრულდა, ყინული იყო, აქ ყინულებიც არის, მაგრამ
რაღაცა აღდგენის პროცესია. კი, რაღაცა საოცრად გადაჭრით, რაღაც პრობლემას მოაგვარეთ. ეს ღრუბლები, რომლებიც იყო, მალე გადავა. თქვენ ამას გააკეთებთ ორივე. კი. შეხედეთ ერთმანეთს ხელები ჩამოართვეს, რაღაცაზე შეთანხმდებით. თქვენ ისაც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლით გეხართ. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა, ასე ხშირად ამოდის ხოლმე. ხასიათით, შეიძლება რაღაც ნაკვთებითაც კი, თუ ნაკვთებით არა, ხასიათით ძალიან გევხართ და ორივეს ძალიან გაღელვებთ ეს ფინანსური საკითხები. ამჯერად, ამ ეტაპზე, სულ პენტაკლები ამოდის. სამიანი თასი. ერთად შეგიძლიათ ძალიან მშვენიერი დრო გაატაროთ, გართობის კარგი ამოვიდა. პატარა ემოციები, რაღაცის დასაწყისია. თავიდანვე ამოვიდა, რომ შეიძლება თქვენს ერთობლივი რაღაც პროექტიც დაიწყოთ, ესე ამოდის ხოლმე. ერთობლივი პროექტი, მაგრამ ერთმანეთს საზღვრებს დაუწესებთ. ამ საქმეში სხვი არ ჩაყო, ამას მე გავაკეთებ, იმას მე გავაკეთებ. დელეგირებას ახდენთ თითქოს რაღაცას. ეხლა მაინტერესებს, კიდევ რა პერსპექტივები აქვს თქვენს ურთიერთობას, ერთად რომ იყოთ, სხვადასხვას ამოვიღებ. გასაგებია. კვერთხების დედოფალი, მაგრამ მეორე ამოვიდა თასების რაინდი. რა პერსპექტივები? დედოფალი, რა თქმა უნდა, რაინდზე უფრო მაღალ საფეხურზე დგას. ერთ-ერთი თქვენგანი ყოველთვის მაღალ საფეხურზე იქნება. ყოველთვის. კვერთხების დედოფალი ალქაჩსაც ეძახიან ზოგადად. არ ეშინია დაბრკოლებების, არ ეშინია რაიმე ახალი წამოიწყოს წამოწყებების. ერთ ადგილზე არის მოგუსვენარი ქალბატონია, მოკლედ კვერთხების დედოფალი. არ ვიცი, თუ თქვენ გაარკვეთ, თქვენ ხართ თუ თქვენი პარტნიორი, მე უბრალოდ ამ მომავალზე მაინტერესებდა პერსპექტივები. ერთ-ერთი მათგანი მაინც ნიღაბში რჩება, პაჟის ენერგიებია, ემოციები არის, ერთ ნიღაბს იხსნის, მეორეს იკეთებს, მუდმივად გადაადგილებებში ასეც. ამ ეტაპზე თქვენი მენტალურია და არა ფიზიკური. ფიზიკური, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს 50 წლის, 60 წლის, 40 წლის, რა ვიცი და აზროვნებდეს მის მენტალიტეტი იყოს 16-17 წლის ადამიანებით, ხო? არ გაიზარდოს მენტალურად. ფიზიკურად კი ადამიანი იზრდება, ვითარდება, ბერდება, მაგრამ მენტალიტეტი რჩება შეუცვლელი, ხო? აქ ისეთ სიტუაცია, რომ ერთ-ერთ თქვენგანს მენტალიტეტში ცოტა წაიკოჭლებს, ცოტა გაზრდილია. ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ძალიან გაზრდილია, ყველაფერი კარგად ესმის, ერთმა იცის როგორ უნდა იმოქმედოს, მეორე მიცის ემოციები როგორ გამოხატოს. თასების რაინდი არ მოწონს, რა ვქნა არ მოწონს თასების რაინდი. ეს ჩემი გადმოსახედი იტანებს ორი ასეთი კარტის, ორი პარტნიორის ტანდემი, რით დამთავრდება არ ვიცი. და იქ სადაც ტყუილია, რა ის ურთიერთობა უნდა იყოს.
მოკლედ, ერთსაც დავამატებთ, რომ ძალიან მაინტერესებს თქვენს ურთიერთობაზე. ისევ იგივე ამოვიდა. ახალ ეტაპზე გადადითო. რაღაც დაიწყეთ ახლიდანო. კი, რომც არ გინდოდეთ, ფორტუნის კარტი ამოვიდა. ბედის ბორბალმა სამყარო ისევ რაღაც ერთად სამყარო ისე აკეთებს, ისევ ერთად მოგიწევთ რაღაც ეტაპის გავლა, ოღონდ ახალი ეტაპის. თავიდანვე ამოვიდა, აქ სიახლეზე იყო ლაპარაკი, რომ რაც ახალს მიაქციეთ ყურადღებაო. მოდი ახლა ეს მეორე ვარიანტი დავასრულე. მეცმირი დავახარისხებ. რატომღაც მომინდა რჩევა გავაკეთო ორივე ვარიანტისთვის. ზოგადად სამყარო რა რჩევას გაწვევთ ოშოს ტაროზე. პირველი ვარიანტისთვის რა რჩევაა? შემოქმედებითო. ყავით უფრო შემოქმედებითი. როგორია? ეს არის აქ იმპერატრიცა და აქ არის სილამაზის გამრა. ყველაფერში ეცადეთ დაინახოთ კარგი მხარე, ლამაზი მხრიდან შეხედეთ, კარგი მხრიდან შეხედეთ სიტუაციას და ყველაფერი კარგად იქნება. კი, შემოქმედებითობა და შემოქმედი. ძალიან კარგი. აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე, ეს მარტო ურთიერთობას არ ეხება, ზოგადად რჩევას გვაძლევს სამყარო. ეს უკვე მე რამდენად ამოდის თქვენ ცხოვრების შემოქმედი, თქვენ თვითონ გახდითო. მეორე ვარიანტს რას ურჩევს ვნახოთ. მეორე ვარიანტს ურჩევს, რომ ცოტა ხნით ჩანს. ცოტა ხნით განმარტოვდით, იყავით სიჩუმეში, იმიტომ რომ სიჩუმე ეცეთ რა ბედნიერებას უყვარს სიჩუმე, ხო გაგიგიათ. ეს მნიშვნელობაც აქვს ამ კარტს, რომ რაღაცას თუ გააკეთებთ, ართქბად დაიცავით სიჩუმე და თვითონაც ეცადეთ, რომ განმარტოვდეთ და რაღაც პერიოდი 1-2 საათი სიჩუმეს დაუგთმეთ. ამ დროს ახლა ძალიან კარგი აზრები მოდის ხოლმე. კი, ეგერ ამოვიდა პირდაპირ ჩახშობა. რომ რაღაც ეს ძველი ფესვები, ძველი პრობლემები რაც არის ჩაახშოთ და გამოხვიდეთ აი ამ რაღაც გაურკვეველი სიტუაციიდან. ერთს დავამატებ ისეთი რაღაც ჩახლართული, კი და ტვირთივით გაქვს რაღაც წარსულში მომხდარი რაღაც სიტუაცია. ეს ყველაფერი რჩევა არის, რომ სიჩუმეში ყველაფერი გაანალიზოთ და გავუშვათ აი ეს მძიმე ტვირთი და სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი გონებიდან, მით უმეტეს ახლა ძალიან კარგი პერიოდია ამისთვის. ყველას დიდი მადლობა, ვინც მომისმინა, ვინც მიყურა. ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიმშვიდეს და სულიერ ჰარმონიას.